الحمد لله الحمد لله الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله اللهم صل وسلم على سيدنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم وإنك لعلى خلق عظيم صدق الله العظيم وقال رسول الله صلى الله عليه وسلم إنما بعثت لأتمم مكارم الأخلاق صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეებო დღეს მინდა ვისაუბრო სამყაროთათვის წყალობად წარმოგზავნილ შუამავალ მუჰამმედის სალალლაჰუ ალეიჰი ვესალლემის ზნეობრივ სრულყოფილებაზე ალლაჰის შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვესალლემ კაცობრიობის ისტორიაში ზნეობის ყველაზე მაღალი მაგალითი იყო. მისი ცხოვრება არ ყოფილა მხოლოდ სიტყვიერი სწავლება. ის იყო ცოცხალი, ყოველდღიური მაგალითი, რომელიც მოიცავდა ცხოვრების ყველა სფეროს, ოჯახს, საზოგადოებას, ურთიერთობებს, სამართლიანობასა და ღვთისმსახურებას. უზენაესი ალლაჰი ყურანში მას ასე მიმართავს: უეჭველად, შენ უდიდესი ზნეობის მატარებელი ხარ. შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვესალლემ ადამიანებთან ურთიერთობის ეტალონი გახლდათ. იგი ზრუნავდა თითოეულ ადამიანზე, ღარიბზე, ობოლზე, გაჭირვებულზე, არ არჩევდა მდიდარსა და ღარიბს, ძლიერსა და სუსტს. ვინც მას რაიმეს თხოვდა, ეხმარებოდა და თუ ვერ ეხმარებოდა, კეთილი სიტყვით მაინც აძლევდა იმედს. საოცარი იყო მისი თავმდაბლობა და თავაზიანობა. ცხოვრობდა მარტივად, უბრალო ცხოვრებით, ეხმარებოდა ოჯახს, არ ითხოვდა არასდროს ზედმეტს. განსაკუთრებული იყო მუჰამედ შუამავლის მეტყველების კულტურა და ქცევის სილამაზე. იგი ცოტას, მაგრამ აზრიანად ლაპარაკობდა. მისი ყოველი სიტყვა სიბრძნით, ზომიერებითა და სიღრმისეული აზრით გამოირჩეოდა. არასოდეს ამბობდა ზედმეტს და არ საუბრობდა უსარგებლო თემებზე. მისი დუმილიც კი ხშირად სწავლების წყარო იყო. როდესაც საუბრობდა, თანამიმდევრები განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდნენ. ისინი ისე ჩუმად ისხდნენ, თითქოს თავებზე ჩიტები დასჯომოდათ და ეშინოდათ, არ აფრენილიყვნენ. იგი არავის ამცირებდა, არავის ამხელდა საჯაროდ და უხეში სიტყვებით არავის მიმართავდა. ყოველთვის სიბრძნით ასწორებდა შეცდომას. თუ ვინმეს გამოსწორება სჭირდებოდა, ამას სიბრძნითა და კეთილი ფორმით აკეთებდა. მისი გულუხობა და მადლიერება ასევე შეუდარებელი მაგალითია ჩვენთვის. არასოდეს აბრუნებდა მთხოვნელს უარით, რაც ჰქონდა გასცემდა. მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი ალლაჰის საყვარელი მსახური იყო, ღამით დგებოდა ლოცვაში, სანამ ფეხები არ უსივდებოდა და ასე ამბობდა: ნუ თუ მადლიერი მონამსახური არ ვიყო. სამყაროთათვის წყალობად წარმოგზავნილი შუამავალი განსაკუთრებული ურთიერთობებით გამოირჩეოდა როგორც მუსლიმებთან, ასევე არამუსლიმებთან მიმართებაში.
როგორც ყველა სხვა საკითხში, შუამავალმა ამ მხრივად სანიმუშო მაგალითი უჩვენა შემდგომ თაობებს. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაზეც შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ ისაა, რომ შუამავალი ისლამის გავრცელებისას არასდროს მიმართავდა ძალისმიერ მეთოდებს. ის არავის აძალებდა საკუთარ რწმენაზე მოქცევას, ყოველთვის მოქმედებდა სურა ბაყარას 256 აიათის შეგონებით, სადაც ნაბრძანებია იძულება არაა სარწმუნოებაში. ჭეშმარიტი გზა ნათლად გამოირჩა ცდომილისაგან. თანამიმდევრებსაც ამიდეით შთააგონებდა, რითაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანების თავისუფალ არჩევანს და ცდილობდა ქადაგებით, მოთმინებით, დიალოგით და სხვა მსგავსი მეთოდებით ისლამის ჭეშმარიტებაში მათ დარწმუნებას. იგი ყოველთვის წინა პლანზე აყენებდა ადამიანურ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანთა უფლებების დაცვა, თავისუფლება, სამართლიანობა, ობიექტურობა, საკუთრების უფლება, სიცოცხლის უფლება და სხვა. ახლად შექმნილ ქალაქ სახელმწიფო მედინაში მკაფიოდ იყო გაწერილი არამუსლიმთა უფლებები, მათ შორის საკუთრებისა და აღსარებლობის უფლება. სწორედ ამიტომ ის ყველა ეპოქისა და საზოგადოებისთვის რჩება ზნეობრივი სრულყოფილების უბადლო მაგალითად. ძვირფასო მორწმუნეებო, დღეს როცა ვსაუბრობთ ასეთ სრულყოფილ პიროვნებაზე, გვიწევს ვახსენოთ ისიც, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ სოციალურ ქსელში, შეურაცხყოფელი სიტყვები და დამოკიდებულება ჩვენი შუამავლის მიმართ. კატეგორიულად გმობთ მსგავს ქმედებებს და ვამბობთ მკაფიოდ, ასეთი მიდგომა მიუღებელია. წმენის შეურაცხყოფა არაა გამოხატვის თავისუფლება. ეს არის უპატივცემულობა და სიძულვილის გამოვლენა, რომელიც აზიანებს საზოგადოებრივ ერთიანობას და არღვევს მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებს. მსგავსი ქმედებების ავტორებს უნდა ახსოვდეთ, რომ რწმენა არ სუსტდება შეურაცხყოფელი დამოკიდებულებით. ამით ვერ დააკნინებენ მას, მხოლოდ საკუთარ თავს აყენებენ ზიანს. ამას მოწმობს ისტორიის მრავალი მკაფიო მაგალითი. ჩვენი სიყვარული მუჰამედ შუამავლის სალლალაჰუ ალეიჰი ვესალემის მიმართ არ გამოიხატება მხოლოდ სიტყვებში, ის ცოცხლობს ჩვენს გულებში და აისახება ჩვენს ქცევებში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ელა ინა ხსანალ კალამი ვა აბლაღ ნიზამ კალამულლაჰი ლმალიქილ აზიზილ ალლამ كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون. بسم الله الرحمن